ხო, მე საკმაოდ დანაყრებული ვარ. ასე აპირებს შეყვარებულთან ტაიმაზე წასვლას, პირიდან ნივრისწუნია მოგდის. არა უშავს ის ისეთი ბიჭია, რომელსაც ღორის ქონი ჯიბით დააქვს. რა? და რას აპირებ ტაიმაზე? მე ვაპირებ ზედმეტად ჭამო ეს ყველაფერი ხახთან ერთად ტაიმნამდე, ასე რომ ის დამიმახსოვრებს. გიყურებ და ნამდვილად არ მინდა გავიზარდო. მიდი ახლა ჭურჭელი გარეცხე. რას გულისხმობ? შენი ჯერია. რატომ? პირველ რიგში შენ ყველაზე პატარა ხარ, რაც ნიშნავს იმას, რომ შენი ჯერია და გუშინ დივანი შენს მაგივრად გავწმინდე მე. უკვე 300 ჯერ თქვი. დღეს შენი ჯერია და არა ჩემი. არ მაინტერესებს, წადი და გარეცხე ჭურჭელი, პატარა დაო. რა თქვი? რაც გაიგე? რა იყო, რას მიზამ? აი ამას გავაკეთებ და რეალურად შენი ჯერია. უკვე ძალიან დამღალე. ვერ ვიტან, ოდესაც შენ ჩემ ნივთებს იღებ. მოდი აქ ახლავე. დაბრუნდი, მომშორდი აქედან. წადი. ბავშვებო, რა ხდება? ნიკოლს ჭურჭლის გარეცხვა არ უნდა. რატომ უნდა გავრეცხო? მე რეალურად პატარა ვარ. შენ უფროსი დახარ, ამიტომ შელოდა გარეცხო. შეალიოხინის ფანო. როცა ჩემ მაკიაჟს იპარავ, მაშინ გაიხსენე ხოლმე რომ პატარა გოგო რა ხარ. პრობლემაა? ანჟელა გარეცხე ჭურჭელი. რატომ ვაკეთებ ხოლმე ყველაფერს მე? მაღაზიაში წასვლა ანჟელა. ტუალეტის დალაგება ანჟელა. ვიღაც უნდა დავტოვოთ დასალომბარდებლად ისევ ანჟელა. ანჟელა, რატომ მაბრაზებ? შენ უფროსი დახარ. ასეთია შენი ბედი. მორჩა, დედასაზი მართალია. მორჩა ანჟელა. გარეცხე ჭურჭელი და გააკეთე შენი საქმე. დედა! ამას არ გადავთქვამ. კარგი, მე თუ ჭურჭელს ვრეცხავ, მაშინ ნიკოლი ტანსაცმელს გარეცხავს. ეს პატარა ყოველთვის მანიპულირებს დედაზე. გამომწერებო, დაწერეთ კომენტარებში, თქვენი აზრით ვინ უფრო უყვართ დედებს, უფროსი შვილები თუ უმცროსები? ასე გამოიყურება შენი ლანჩბოქსი. გემეირად მივთვი. რას აკეთებ? გაგიჟდით? ჭურჭლის გარეცხვა არ გინდოდა, ახლა კი ტანსაცმლის და ჩანთის გარეცხვა მოგიწევს. ეს ჩანთა დედისგან ძლივს მივიღე. მან ის მე დროებით მათხოვა. რა? დედისა? ვაიმე, რა უხერხულია. მე ვაპირებ გაჩვენო როგორი უხერხულია. ვერსად განექცევი, მოდი აქ. სახეზე არ დამარტყა, მალე სკოლას ვამთავრებ. იმედია ვერ დაამთავრებ და ვერსად ვერ წახვალ. ხო, გადი აქედან. არა, შენ ნახავ. დამანებე თავი, არ გაჩერდი. რა მოხდა? არა, არაფერი. არა უშავს. საზიზღარი ხარ და უფროსი დახარ. შენი დანდახვაც არ მინდა. მომშორდი, საერთოდ ნუ დამენახები. სად მიდიხარ? სასეირნოთ მივდივარ. შენთან ერთად მინდა წასვლა. კიდევ რა გინდა? მომინდო მაგ. მთელი ჩემი ტანსაცმელი ხო არ მოგცე? შესანიშნავი იქნებოდა. ხოლმე შენს ოცნებებში პატარა დაო. ხო, წამოვალ შენთან ერთად რა. საქმე საერთოდ არაფერი არ გაქვს? არა. ასე რომ წადი ჩვენს დედასთან. ის სწრაფად მოგცემს დავალებებს შემდეგი 5 წლის განმავლობაში. მაინტერესებს რა საგვისჭო აბაზანის დასუფთავებასა და მეგობრებთან ერთად სეირნობას შორის. ნამდვილად საინტერესოა. ზუსტად, ისინი ჩემი მეგობრები არიან. რატომ უნდა წამოხვიდე ჩვენთან ერთად? რას აკეთებთ გოგოებო? დედა ანჟელას ჩემთან ერთად გასეირნება არ უნდა. მე ეს მესმის. მე რომ ის ადგილას ვიყო, არც მე ვისურვებდი. მართალია. კარგი რა, დედა, ეს არ არის მართალი. ანჟელა წაიყვანე ერთხელ შენთან ერთად. ყველაფერი კარგად იქნება. რა? ჩემი შეფასებები სკოლაში ცუდია. პირადი ცხოვრება უნდა განვავითარო. თორემ შიმშილით მოვკვდები. ასე საერთოდ არაფერი არ მეშველება მე. ისე ეს მართალია. ნიკოლ, თავი დაანებე მას. კარგად მომისმინე. მომდენო 24 საათის განმავლობაში შენ იქნები ჩემი მსახური. ამ დედა ნახავს სურათს, სადაც შენს შეყვარებულს კოცნი. საიდან გაიგე? მე ის მხოლოდ ინსტაგრამის პირად ანგარიშზე გამოვაქვეყნე. ეს ფოტო მხოლოდ ჩემმა ინსტაგრამის ფოლოვერებმა იციან. როგორ ფიქრობ, მე არ შემიძლია ყალბი ანგარიში მქონდეს? შენ ახლა ჩემი მსახური ხარ. ანუ შენ ხარ Candy 1234, ვინც ჩემს სურათებზე ცუდ კომენტარებს წერს ხოლმე? ეს შენი ყავი? ეს მხოლოდ თავის შეფარვისთვისაა. შენ ამას ვერ გააკეთებ. დარწმუნებული ხარ? ღმერთო ჩემო. დედა. რა მემართება? თავი ძალიან მტკივა. ანჟელა, კარგად ხარ? ის იტყუება რა იყო, ვერ ხედავ? ნიკოლ არ გსხვენია? შენი და საერთოდ არ გეცოდება? მე მაშინ შემეცოდება, როდესაც შენ მას დასჯი. რატომ მჭირდება მისი დასჯა? აი, შეხედე.
მე ჩემს სოციალურ ქსელში ახალ კონტენტს ვამზადებ და მემზადები. დიახ, პირველი ნაბიჯები ყოველთვის რთული არის ცოტათი. ამას შეხედე. გაჩერდი, რა არის ეს? აი შეხედე ანჟელა რა შვება. რა იყო, რა ხდება? რა არის ეს? შენ ამისთვის ჯერ საკვარისაც დასრული არ ხარ. მაგრამ ამას ყველა ვერ ხედავს. ეს ფოტო პირადი ანგარიშიდანაა. მე ის დამალული მაქვს. შენ ჩემთან დახურული ანგარიში გაქვს? საოცარია. კიდე ვიცი რა? და ნიკოლი პირადი ანგარიშიდან საზღარ რაღაცებს მიწერს ხოლმე. ეს კატია იყო. შენ შემთხვევით Candy 1-2-3 ხომარ ხარ, რომელიც ყოველთვის მიწერს ხოლმე რომ ვიდეოები არ უნდა გადავიღო და მე ასაკოვანი TikToker-ი ვარ. ასაკოვანი კი არა, უბრალოდ ახალგაზრდა არა ხარ. რა? დაისჯებით ამის გამო. არც ერთ აღარ გექნებათ ჯიბის ფული. ძალიან კარგი, ეს შენი ბრალია. გამხდარიყავი ჩემი მსახური და ყველაფერი კარგად იქნებოდა. შენი ბრალია. შენ რომ არ დაბადებულიყავი, არანაირი პრობლემები არ მექნებოდა. ძალიან სასაცილოა. ჩემი საყვარელი დისოთახი. ეს კარგია? როგორ ვეხვეწა ჩემს დას რომ ეს უდი ჩამეცვა? ჯანდაბა, ყველაფერი ანჟელას ბრალია. მე ასე ძალიან ვიჩაგრები. სამართლიანობა ამ სახლში მოკვდა, როცა ჩემმა მშობლებმა პირველი შვილის გაჩენა გადაწყვიტეს. კარგი, ერთხელ მაინც ვწვდი. ვინ შეამცნევს? რა სილამაზეა. რატომ სჭირდება ეს ანჟელას? ის ამით უკეთ მაინც ვერ გამოიყურება. პრინციპში არაფერი ეშველება მას. ჯანდაბა, ეს ყველაზე დიდი ლაქაა. რა უნდა გავაკეთო ახლა? ჯანდაბა, ვერ ვაშორებ. რა უნდა ვქნა? ასე. უფრო სწრაფად. უნდა წავიდე, თითქოს აქ საერთოდ არ ყოფილვარ. გავიქეცი. ანჟელა, გთხოვ, დამიბრუნე ჩემი ჰუდი. ამაღამ უნდა ჩავიცვა. კარგი დედა, ისე მეც მინდოდა ჩაცმა. აღარ არის საჭირო მისი ტარება. იმედია ჯერ არ გაგიფუჭებია. მე ოდესმე შენი ტანსაცმელი გამიფუჭებია? შემიძლია გაგახსენო ის კაბა, რომელიც ჩასაცმელად მოგეცი და დაღეჭილი დამიბრუნე. ეს მე კი არა, ჩვენმა მეზობელმა ძიავასიამ გააფუჭა. ჩემი ბრალი არ ყოფილა. არც კი მინდა ვიცოდე ეს ამბავი. შეგიძლია აიღო შენი ჰუდი. აი, ნახე. ჩემს შეყვარებულს გეფიცები არ გამიფუჭებია. კარგი. ეს რა არის ანჟელა? ამას ხედავ? მეხუმლები ალბათ, ხო? ეს მე არ მიქნია, მართლა. ნიკოლ, აქ რასაკეთებ? რაიმე პრობლემა აქვს? დიახ, მალე შენ გექნება ერთი პრობლემა. არ მესმის აზე ლაპარაკობ. შენ გააფუჭე დედას ჰუდი. შენი ბრალია. როგორი საზღარი პატარა მეჭეჭი ხარ? მე, დედამ შენ მოგცა და გინდა რომ ყველაფერი მე დავაბრალო? ასეა ხო? ანჟელა, ეს მართალია? შენ გააფუჭე და ახლა ყველაფერი გინდა რომ პატარა დას დააბრალო? შენგან ამას არ მოველოდი. არა, ეს არ არის სიმართლე. მან გააფუჭა, ვითომ არ იცის რა ხდება? ყველაფერი მისი ბრალია. აი, შეხედე, პირზე შოკოლადიც კი დარჩა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მე ტკბიდეული მიყვარს და ეს ყველა მიცის. მას როდის აპირებ ნორმალურად მოქცევას? თქვენ მე მაბრაზებთ. ყოველთვის ამდენ ტკბიდეულს ჭამთ ორივე და ამასთან ერთად ამდენ კატლეტებს ჭამთ ხოლმე. ორივე დაისჯებით. წახვალთ და ჩემს ხუთს ორივე ერთად გარეცხავთ. რატომ უნდა დავრეცხო მე, როცა რეალურად მან დასვარა? ეს არ არის სიმართლე. შენ თვითონ გამომიწვიე. აი მიიღე, შენ მე დამღალე. ჩემი საყვარელი ჰუდი არა მარტო გამიფუჭეს, ისინი ჭხუბობენ კიდეც. თქვენ ახლა ტელეფონებით ჩამოგერთმევათ და მის მანგირვად კედელს უყურებთ ხოლმე. არა უშავს. კარგი, ეს არც ისე მძიმე სასჯელია. საერთოდ რატომ დაიბადე? ნეტაც მომყოლოდა. მამა, ჩასაცმელი არაფერი მაქვს. გადის წლები და ისევ იგივე ფრაზები მესმის. კარგი რა. სერიოზულად გეუბნები. ნორმალური ტანსაცმელი საერთოდ არ მაქვს. არ მესმის, სად არის შენი ტანსაცმელი? ჭამ მათ. 20 წელია დავდივარ ერთი და იმავე მაისურით და შორტით და ისინი ახალივითაა. მათ საერთოდ არაფერი არ ეტყობათ. მე ამ ტანსაცმლით ჩემ ქარხანაში ქსველი ტანსაცმლის კონკურსიც კი მოვიგე ადრე. მამა, ზუსტად, დიდი ხარ. ჩვენ არც კი გცვენია შენთან ერთად გავლის, მაგრამ მე ნამდვილად ვჭირდება ახალი ტანსაცმელი. მამა ამას გაარკვევს. ნახე რა მაქვს შენთვის. წარმოდგენდისაც მეშინია. რა კარგია უფროსი დის ყოლა. აი ბევრი ტანსაცმელი. მაგრამ ისინი არ არიან ახალი. მათ ისეთი სუნი აქვს, თითქოს მისი შეყვარებული მსუქანია.
უთქუნა. მას ეს ტანსაცმელი დიდი ხანი არ ცმია, შემდეგ კი დაუპატარავდა. მე თვითონ ჩავიცმევდი, მაგრამ საზოგადოების საზღვრები ამის საშუალებას არ იძლევა. ბერტო ჩემო, რა საზისგრობაა ეს? ამას აღარავინ აღარ იცვამს ხოლმე. როგორ თუ არავინ იცვამს? აი შეხედე, ეს მოდის მწვერვალია, განსაკუთრებით ახლა. ჯანდავა. მადლობა, მამიკო. კიდევ მთხოვე ხოლმე. მამა გადაწყვეტს ყველაფერს. მამა ყველაზე მაგარია. ახლა მამა ტუალეტში მიდის. ფუ, ეს კარგია, როგორ უნდა ჩავიცვა? რა გვაქვს აქ? შენი ძველი ტანსაცმელი. მამას ნამდვილად ჯერა რომ ჩავისვამ. რაზე წუწუნებ, ნიკოლ? მე ხანდახან მაინძულებენ ხოლმე, რომ მამის ძველი ტანსაცმელი ჩავისვა ხოლმე. საზისყრობაა. ასე რომ შენ სულ ტყილად წუწუნებ. ღმერთო ჩემო, რითი გავერთო? ეს დღეები გამაგიჟებს. მალე ალბათ დავიწყებ დავალებების გაკეთებას. თუმცა არა, არ დავიწყებ. ვინ არის? არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ თუ ჩემ ტურს გააფუჭეთ, მოკვდები. კარგი. ჟენია, არასდროს გამხარებია, ასე შენი ნახვა. ოდესმე გაგხარებია ჩემი ნახვა? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვინმეს სახეში ტორტი უნდა მესროა და მხოლოდ შენ მყავდი გვერდით. რა გჭირდება ამჯერად? გინდა რამეში მე დაგეხმარო? ამჯერად არაფერი, მაგრამ არის ერთი საოცარი იდეა. კაცობრიობის ისტორიაში უნდა მოვიფიქრო რაიმე მკაცი პრენკი და ამაში შენ უნდა დამეხმარო. ან თუნდაც ამ სახლის ისტორიაში. შენ სწორ ადგილას ხარ და ვინ უნდა გავპრენკოთ? ანჟელა. მან უნდა გაიგოს, რომ არა მხოლოდ მასზე ახალგაზრდა, არამედ უფრო ჭკვიანი და ლამაზიც ვარ. რას ნიშნავს ეს? მე მივხვდი, მისი ტელეფონი უნდა მოვიპარო. ზუსტად. და უკვე რამდენიმე საინტერესო იდეა მომივიდა თავში. შენ მე არ მიმსახურებ, გაიგე? შეგიძლია წახვიდე, ნახვამდის. მიდი, აიღე ტელეფონი. ეს ოპერაცია ისეთი შეუმჩნეველი იყო, როგორც მამა ჩემის მეორე ნიკაპი. არ არის ცუდი მაგალითი. მორჩა, წავედით. კარგი, ნახოთ რა გვაქვს აქ. საკახალდე დამალული ფოტოებით. ჯამდაბა, პაროლი აქვს. შეგვიძლია პიცა შევუკვეთოთ? ვის აინტერესებს, ვისი ტელეფონით შევუკვეთავთ? მაინც დედა გადაიხდის. ისე მართალი ხარ. მაქვს ერთი იდეა. ახლა ჩვენ მივწერთ ლეშენკას. ის შევუკვეთავს პიცას და ყველაფერს რაც გვინდა. ვინ არის ის? მისი შეყვარებული. ახლა ნახავთ რამდენად კულტსფერია მისი გზნობები მის მიმართ. ლეშენკა, გამარჯობა. რას შვები? რა მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებს? ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ რამე არ ეჭვოს. პირდაპირ რაღაც არ უნდა გთხოვოთ. გვიპასუხა. გამარჯობა, ჩემო სინათლის სხივო. დღეს ძალიან ძიანი დღეა. ალბათ იმიტომ, რომ შენ ულამაზესი ღიმილი გაქვს. რეებს წერს. გოგოებს მართლა მოსწონთ ესეთი რამეები? გოგოებს არ ვიცი, მაგრამ ჩემს დას ეთყობა ყველაფერი მოსწონს. მას ყველაფერი კრინჯობა მოსწონს. მოდი მე მივწერ მას. მამაკაცის ფსიქოლოგია მარტივია. ჩვენ უბრალოდ უნდა დავწეროთ ის, რაც გვჭირდება. მიწერე. ძალიან მშია და დღეს ავად გავხდი. საჭმელად გასასვლელად ძალა საერთოდ არ მაქვს. მე საერთოდ არ შემიძლია გადაადგილება, ცუდად ვარ. წერტინები დაწერე. კარგი, დავწერ. მოგწერა, შემიძლია მოვიდე და რამე მოგიტანო? არა, არ უნდა მოხვიდე, თორემ ჩვენ საქმე ცუდად გვექნება. არ უნდა მოხვიდე, თორემ შენს გადაგედება. შეგიძლია პიცა შემიკვეთო? ისე ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკურია. დიახ, რა თქმა უნდა, მან დაიჯერა. ასე მარტივად? როგორი გულუფრყვილოა? ასე მარტივად ხალს არ უნდა ენდო. ბარათზე ფულის გადმორიცვაც ხომ არ თხოვოთ? წამლების საყიდლად. დაკრძალვისთვისაც ხომ არ მოვთხოვოთ ფული? მეც გადმორიცხავს. ეს მეტია. მოდი პიცას დაველოდოთ. ნიკოლ, ვინ არის? ნიკოლ! მას ჩემი არასდროს არ ესმის ხოლმე. მაინტერესებს ვისთვის არის ეს? იმედი მაქვს დედასი არ არის, მაგრამ მამამ კარი რომ გააღოს, საქმე რთულად იქნება. აქ რამდენიმე წერილია. გებრიელად მიირთვი, ანჟელა. ის გამოგიგზავნე, რაც შენ მთხოვე. სწრაფად განიკურნე თავი და მოდი ვარსკვლავებს უყუროთ ერთად. გეხვევი და გკოცნი. ის სრულჭკუაზეა? მას მკურნალობა სჭირდება. სად არის ტელეფონი? მოიცადე. ნიკოლ! ეს პიცა ჩვენთვისაა? ახლა ნახავთ თქვენ ჯანმრთელობის პრობლემებს და ისინი შეიძლება მტკივნეულიც და სიცოცხლისთვის საშიშიც იყოს. რა მოხდა? ახლავე მომეცით ჩემი ტელეფონი. ან არა, დაურეკეთ ჩემ ლეშენკას და აუხსენით ორივემ თუ რა მოხდა სინამდვილეში. ეს ნიკოლის იდეა იყო. არ მაინტერესებს მე ვისი იდეა იყო. ახლავე დაურეკეთ ჩემ შეყვარებულს და მოუყედეთ ორივემ ბოდიში. თორემ ყველაფერს დედა ჩემს ვეტყვი და დარჩენილ ცხოვრებას ორივე ოთახში გაატარებ და შვილის ფაფას შეჭამ მთელი ცხოვრება. კარგი, ყველაფერი გასაგებია. მან ყველაზე იაფიანი შეუკვეთა. კარგი რა. ჯანდაბა, ცუდი პრანკი გამოგვივიდა. რა? ხვდები რომ შენ არც ისე დიდი პრანკსტერი ხარ? მე საუკეთესო პრანკსტერი ვარ მსოფლიოში. კიდე უფრო მაგარი ვიდრე A4. არ უთხრა მას რომ მე ასე ვთქვი.
როგორც ყოველთვის. ყველაფერი თავად უნდა გავაკეთო. მე ვხედავ რომ შენ თვალებში სახიფათო აზრებია. რამე ცუდი? დიახ, მართალია. ხეთყობა ჩემს თავს დიდი ხანი არ დაუსვემია. მე მის გასაპრენკად კარგი რაღაც მოვიფიქრე. საზიზღარი? ტუალეტიანი? სუნიანი? კარგი. მარშ სად ვიპოვო? რას ეძებ? ვიცი, სადაცაა. ვიპოვე. საფახარათო საშუალება? საშინელებაა შენთან ცხოვრება. ნიკოლ, შენგან ადამიანი ყველაფერს უნდა მოელოდოს. სახიფათო ხარ. დაფიქრდი, მე მხოლოდ მასზე ვზრუნავ. დაჯდება და დაისვენებს. წონაში დაკლება დიდი ხანია უნდოდა. მაგრამ ამითხოვ წონაში ვერ დაიკლებს. მაგრამ ჩემმა არც თუ ისე ჭკვიანმა და არ იცის ამის შესახებ. ამიტომ არ აუშავს. ვფიქრობ ჩაიში უნდა გაურიოთ და უბრალოდ დაველოდოთ რა მოხდება. მზადა? გამოიცანი რა მოხდება ის თუ დროულად ვერ მივა ტუალეტში. მაშინ ხუმრობა არასწორად იმუშავებს. არ აუშავს, მას ხაპის მიღება ყოველთვის შეეძლება. არის ამაში დადებითი რაღაცეები. არა. რა იყო? კარგი დაო, ჩვენ აღარასდროს ვიქნებით თავისუფალი. კარგი, ან იქნება არ იმუშაოს, ჩვენ საკმაოდ ბევრი დავასხით. როგორ ჩანს იმუშავა? ანის ჩვეულებრივ ასია? რა თქმა უნდა არა. ცოტათი უცნაურია, მაგრამ არც ისე უცნაურია. როგორ ჩანს მას არ მოეწონა. რას აკეთებ, ნიკო? და ველოდოთ დადებით ეფექტს? მადლობას გეტყვის ამისთვის? დარწმუნებული არ ვარ. რა ჭირს მამას? არაფერი. შენ მაგიჟებ. ხუმრობა შენს გამო ჩაიშალა. ისინი უცნაურები არიან. მოვიდა შურისძიების დრო. რა დაგიშავე? შენ არა, შენ არაფერს არ გერჩი. ვიცი რომ საფახარათო საშუალების ხუმრობას შენ ვერ მოიფიქრებდი. ყველაფერი ვიცი. პირველად მე სიამოვნა რომ სულელი მიწოდეს. ფიქრობ ეს ყველაფერი სამართლიანია. ნიკოლი ამ ყველაფერს ნამდვილად იმსახურებს. ჩვენ ის უნდა გავპრენკოთ. მამა შენივით? მაგრამ ეს ცოტა განსხვავებული იქნება. იგივეს არ გავაკეთებ. რაიმე უკეთესი იდეა გაქვს? მე ყოველთვის მაქვს უკეთესი იდეები. ამიტომ გამომყევი. შეხედე. ჩემს თუშებზე პომადა უნდა წაუსვა და ჩემი სილამაზით ყველა დაამარც, ხო? ეს კარგი პრენკი არ არის. საუკეთესო ხუმრობა შენი დაბადების დღეა. მე ბრწყინვალე იდეა მაქვს. რა იდეა? ეს არის ნიკოლის პომადა და ის ჩვენ გვაქვს. მოვაყრით ცხარე წიწაკას და მაკიაჟი ვიღაცას განსაკუთრებულად აგზნობინებს თავს. როგორი მოღალატეები ხართ, ქალები? შეყვარებულს არასდროს გავიჩენ. ეჭვის არ მეპარება. ნახე. გააკეთე ეს. წარმოგიდგენია რა იქნება? ახლა კი წავიდეთ. რას აკეთებ ჩემ ჩანტასთან? მინდოდა რომ ეს მეთხოვნა. არასოდეს. და შენ სად მიდიხარ? შორს ამ გიჟების სახლიდან. როგორი უხეშია? ძალიან კარგი. შენი გარეთ გასვლის შემდეგ სახლში სიგიჟეები შეწყდება. ძალიან გონივრულია. რატომ არის ასეთი ცხარე? რა გააკეთე? მითხარი სწრაფად. ამ ყველაფერში შენ გამომიწვია, ნიკოლ. შენი ბრალია. ყველაფერი შენ თავს უნდა დააბრალო. არ გეწყინოს, ნიკოლ, დაივიწყე. კარგი, მე ახლა გაჩვენებ. კარგი, სწორედ ამის უნდა გეშინოდეს. ესეც გადავაგდოთ. ყველასაც ვირადღირებული ტონალურები მის კოლექციაში. შენ, რა გააკეთე? ეს ჩემი საუკეთესო რაღაცეებია. კბილი-კბილისცილ. თუ თვალი-თვალისწინ, არ აქვს მნიშვნელობა. შურისძიება ყველაზე ტკბილია, როცა ცივად მიირთმევენ და ჩვენს შემთხვევაში ის ასევე სუნიანი და წუჭყიანია. სწრაფად ამოიღე ყველაფერი, თორემ მთელ შენ ტასაცმელს მაწანწალად ძაღლებს გადაუგდებ. გასაგებია? როცა დაიძინებ, გადავაგდებ. სწრაფად გააკეთე. კარგი, შეგიძლია საკუთარი გადაუგდო, რადგან მათში სიარული მხოლოდ ძაღლებს შეუძლიათ. გაიგე? სწრაფად ამოიღე. კარგი, მაგრამ შენ შეეხები ერთხელ ჩემ ნივთებს და ნახავ რა მოგივა. სად წავიდა ნაგავი? მამამ ახლახან გაიტანა. რა? გაიტანა? რატომ არ გითხარი? არ მინდოდა რომ ჩემი სიამოვნებისთვის ხელი შემეშალა. მე თქვენი ჩხუბის ყურება მინდოდა. წავედით.
სრაფად! სრაფად! მიდი ნიკოლ ეძებე! ჩვენ გვჭირდება რომ ერთად ვეძებოთ ნაგავში. ახლავე გადავიღებ TikTok-ს და დავდებ. ორი უცნაური გოგონა ნაგავში იქექება. შენ რა გაცინებს? დაგვეხმარე, სრაფად, მოუძებნოთ! შენ რომ მოგეთქვა რომ მამა ნაგავს აგდებდა, ჩვენ არ ვიქნებოდით აქ. ასე რომ სრაფად დაგვეხმარე. კეთილი იყო შენი მობრძანება ნაგავს აყრელში. რა? არაფერი. 3 2 1 0 თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ. მადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ მოწონება და ჩვენ გავიქეცით. კარგად. კარგად!